ვთქვათ, რომ აი ამ პროვოკაცია, რაც ჩვენ ვიხილეთ 4 ოქტომბერს და რაშიც რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, ვინც ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობისკენ მოუწოდებდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. პირველ რიგში ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ პირველად მოხდა ფაქტობრივად შეიძლება თუ აგვხსნები პირველად, რომ უკვე ევროკავშირიც მოუწოდებს, იძულებული გახდა მოუწოდოს ორივე მხარეს, როგორც ოცნებას, ასევე პროტესტის მხარეს, რომ ორივე მხარემ თავი შეიკავოს ძალადობისგან. რაც შეეხება EUTHODIR-ს, ფაქტობრივად ჩემი აზრით ეს არ არის ურთიერთ გამომცემელი, თითქმის იგივეს ამბობს EUTHODIR-ის, უბრალოდ ის გულისხმობს, ჩემი ვარაუდით გულისხმობს მომავალში, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ახლა საქართველოში მშვიდობიანი პროტესტი უნდა გაგრძელდეს. ეს ყველას ინტერესებშია, პირველ რიგში ქართული ხალხის ინტერესებშია, ჩვენი ევროპელი პარტნიორების ინტერესებშია და ამიტომ მე განცხადება პირადად ასე გავიგე, რომ იმის გამო, რომ 4 ოქტომბერს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა ოცნებას მისცეს საბაბი გამოეყენებინა ძალადობრივი პროტესტის წინააღმდეგ, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ოცნებამ ანალოგიური ძალა გამოიყენოს მომავალში უკვე მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, ეს განცხადება პირდაპირ ამას მიუთითებს, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ იგივე კობახიძის განცხადებები, რომელიც უკვე გამოდის და მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ სწორედ აი ამ მუქარის შემცველი განცხადებები გავრცელა მანდა. ამიტომ ჩემი აზრით, კიდევ ვიმეორებ, ეს ნიშნავს სწორედ ამას, რომ საქართველოში მშვიდობიანი პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ეს რა თქმა უნდა არ ეხება მოძალადე ასე ვთქვათ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქციელს და ძალადობას, ეს ეხება მხოლოდ მშვიდობიან პროტესტს, რაც უნდა გაგრძელდეს საქართველოში, რაც აუცილებლად უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს და ჩვენს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში შენარჩუნდეს მშვიდობიანი პროტესტი და რა თქმა უნდა, ოცნებას არ უნდა მიეცეს იმის არანაირი ლეგიტიმაცია, რომ მან მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ასევე ძალა გამოიყენოს. აი ეს განცხადებაში ასევე საუბარი იყო სადამკვირვებლო კომისიის გამოგზავნაზე, რომ მათ დაგვიანებით მიდის წერილი ერთი თვითადრე, არ დავიცით რომ წინა შემთხვევაში ორი თვითადრე აგზავნიდა ხოლმე ხელისუფლება წერილს ეუთოს მისამართით, აი ამ ნაწილსაც როგორ შეფასებთ, იქონია თუ არა გავლენა გარკვეულწილად საარჩევნო პროცესებზე, არჩევნების მიმდინარეობაზე. თავისთავად ეს ბოიკოტის, ასე ვთქვათ, კამპანია მარტო 4 ოქტომბერს არის სარგებლა ოცნებთან ამ ბოიკოტის კამპანიით, არამედ 4 ოქტომბრამდეც, სწორედაც რომ აი ამ, ასე ვთქვათ, ბოიკოტის რეჟიმით მან ყველაფერი საკუთარ თავზე მოიგო. და აქედან გამომდინარეობს ის ფაქტიც, რომ ერთი თვით ადრე მოხდა EUTHODIR-ის მოწვევა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო საკმარისი დრო. რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი დრო. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, აი ამაშიც არის აი ბოიკოტის სრულიად გაუმართლებელი და პოლიტიკურად სრულიად არასწორი კამპანიის დამსახურება. მოკლედ ჩვენ რომ მოკლედ შევაფასოთ ის რაც მოხდა 4 ოქტომბერს რეალურად აქ ჩვენ არ საუბრობთ მარტო ძალადობაზე ერთდროულად მოხდა როგორც მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია ასევე არჩევნების გზით ოცნებას მიეცა საშუალება რომ მიუხედავად ასეთი დაბალი მხარდაჭერისა მას მოეხერხებინა და გაეფორმებინა მაქსიმალურად მაღალი პროცენტული არჩევნები. ამიტომ არის აი ეს პასუხისმგებლობა აი მათზე, ვინც აქამდე მიგვიყვანა. ამიტომ საუბრობთ ჩვენ სწორედ აი ამ პასუხისმგებლო პოლიტიკოსებზე. მათ პასუხისმგებლობაზე პირდაპირ ვთქვათ, მათ დანაშაულზე ქართული ხალხის წინაშე. როგორ მოახერხეს ის, რომ ერთის მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია მოხდა, რაც ყველაზე მეტად იყო საფრთხის შემცველი ოცნების არალეგიტიმური რეჟიმისთვის. და მეორეს მხრივ, როგორ მოახერხეს ის, რომ ასეთი დაბალი და კალაძის შემთხვევაში თქვენ იცით 20%-იანი მხარდაჭერის პირობებში მოახერხა და 70%-იანი, ასე ვთქვათ, შედეგი გაიფორმა ოფიციალურად კალაძემ თბილისში და უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვს კიდევ რეგიონებში. ოქტომბრის მოვლენებზე გკითხავთ, პატა ბუჭულაძიშვილმა გააკეთა განცხადება, თუ სწორედ მოხსოვს პირველის ეთერში, რომ პატა ბუჭულაძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ორბელიანზე უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სპეცრაზმი გადმოვიდა ხალხის მხარეს, თუმცა ეს არ მოხდა. ზოგადად როგორ შეაფასებდით, კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, 4 ოქტომბრის მიმდინარეობას ის რაც მოხდა შეჭრის მცდელობა, შემდეგ უკვე სპეცრაზმის შესაძლო ხალხის მხარეს გადმოსვლა, თქვენს ფლობდით თუ არა ამ ინფორმაციას, რომ შეიძლებოდა სპეცრაზმი მოქალაქეების მხარეს დამყარება? არანაირად არ შევალ ამ დეტალებში. 4 ოქტომბერი თავიდან ბოლომდე იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მოწყობილი
პროვოკაცია, რის შედეგადაც ჩვენ გვყავს უკვე 13 ახალი პატიმარი და თუ არ ვცდები კიდევ დაიმატა რამდენიმე პატიმარი და დიდი ალბათობით კიდევ დაიმატება. სწორედ ის ადამიანები, ვინც ამოპასუხისმგებლო პოლიტიკოსები მიატოვეს, კი ბატონო, მიატოვეს უკვე 18 ადამიანი, მიატოვეს სპეცნაზის წინაშე. ისარგებლეს მათი გულწრფელი ემოციებით და ნაცვლად იმისა, რომ თავად აიღოთ პასუხისმგებლობა, აი ამ ადამიანებზე გადაკეთეს ჯოხი. და არც ერთი მათგანი არ გამოსულა. ბოდიშიც კი არ მოუხდია. არათუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აუღიათ თავის თავზე. აი ამ მავნებელ, პირდაპირ ვთქვათ, აი მავნებელ პოლიტიკოსებს. ბოდიშიც კი არ მოუხდიათ იმ ახალგაზრდების წინაშე, აი 18 ახალგაზრდის წინაშე, რომლებიც აი ესეთი მძიმე მუხლებით არიან დღეს, ასე ვთქვათ, განსარჩევის სკამზე და დიდი ალბათობით წლების გატარება მოუწევთ საპატიმროებში. ბოდიშიც კი არ მოუხდიათ და საერთოდ სად არიან დაკარგულები, დამალულები, რომ მოინდომო ვერციპოვი მარტო. იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც იქამდე თვეების განმავლობაში გამოდიოდნენ, ბაქიბუქობდნენ, მოუწოდებდნენ ყველას აი ამ ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის სცენარში მონაწილეობისკენ და ასე შემდეგ. და საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ მათ უბრალოდ მიატოვეს ეს ხალხი. აი ეს გულწრფელი ადამიანები მიატოვეს, მარტო დატოვეს სპეცნაზის წინაშე და ამით ფაქტობრივად მისცეს სრული ლეგიტიმაცია მისცეს ოცნებას მათ დასაკავებლად, მათ დასაპატიმრებლად და მეორე მხრივ მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციისთვის. მაგრამ აქ მინდა დავამატოთ, როდესაც ჩვენ არის გარკვეული მოსაზრება ადამიანები საუბრობენ, თითქოს ახლა მიდის მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია. ვისი მხრიდან მიდის დიდი ბოდიში? ვისი მხრიდანაც მიდის მათ მოკითხონ პასუხი. ანუ პასუხი მოკითხონ იმ პოლიტიკოსებს, ვინც აქამდე მიიყვანა, თორე ჩვენთვის მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება საქართველოში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტის შენარჩუნა, არათუ შენარჩუნდეს, გაძლიერდეს, განვითარდეს, ოღონდ მიიღოს ისეთი ფორმა, რა ფორმითაც ყველაზე მეტად შეძლებს მშვიდობიანი პროტესტი პოლიტიკური პროცესის პარალელურად ოცნების მოძალადე და მოღალატე რეჟიმის დასუსტებას. ამიტომ დღეს თუ ჩვენ რამეზე უნდა კონცენტრირდეთ, პირველ რიგში უნდა კონცენტრირდეთ იმაზე, რა მოხდა, როგორ მოხდა, რატომ მოხდა და ვინ არის ამ ყველაფერში პასუხის მგებელი. იმიტომ რომ პირდაპირ ჩანს, რომ ამას ოცნება თავისი მოკავშირე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გარეშე აი ამ პროვოკაციას ვერ მოაწყობდა და არ მოაწყობდა. და თუ ჩვენ დღეს ამას პასუხი არ გავეცით, თუ ყველაფერს საკუთარი სახელი არ დავარქვით, მაშინ კიდევ წლები ვიტრიალებთ აი ამ მოჯადოვებულ წრეზე და ამ წლიდან ვერ გამოვალთ. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ დღეს ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ და კონცენტრირდეთ აი ამ სიტუაციის ანალიზზე და ჩავატაროთ სერიოზული გამოძიება, რაზეც ხელი მიგვიწვდება და ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით და საშუალებებით და დავადგინოთ და საჯარო გავხადოთ და ხალხს გავაგებინოთ რეალურად ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი. ეხლა დღეს გამოსვლა, იქ არ ვიცი, ვინც გარეთ არის მათი მხრიდან და ვინც ციხეშია იქ რაღაცა გრძელი წერილების გამოგზავნა, რომ თურმე ხა სხვანაირად უნდა დავორგანიზდეთ და ასე შემდეგ. დიდი ბოდიში ეს უპასუხისმგებლობაა. ჩვენ აქ ვიდექით და საუბრობდით. რომ მათ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც შესაძლოა მომხდარიყო. გამოვიდნენ, პასუხისმგებლობა აიღონ და ხალხს აუხსნեն. რას ეუბნებიან იმ ადამიანებს, ვინც წლები უნდა გაატაროს ციხეში, რომლებსაც არაფერი სხვა არ ამოძრავებდათ, გარდა გულწრფელი სურვილისა ამ ქვეყანაში ცვლილებები მოეხდინათ. კითხავთ ასევე ერთ საკითხზე, სპაყოშულმა გაკეთა განცხადება გახარია საქართველოს გუნდი და ძლიერი სამმართველო, რომლებიც არ აღიარებდნენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ახლა თვითმმართველობის არჩევნებზე გაცილებით დაბალი პროცენტი აიღეს და შედიან საკრებულოებშიო, მაშინ რა ლოგიკა არის ამაში, როდესაც არ შემოვიდნენ პარლამენტში, უფრო მაღალი პროცენტი ჰქონდათ და უფრო დაბალი პროცენტი აქვს და საკრებულოებში შედიან. რა იქნება თქვენი პასუხი აი ლოგიკის ნაწილში, რატომ შედიხართ მაშინ საკრებულოებში? მაღალი და დაბალი პროცენტების განხილვის დრო ახლა არის რა. გადაეცით პაპუაშვილს. ქვეყანას გვაკარგინებენ რეალურად, როგორც ოცნება, ასევე მათთან, როგორც ჩანს, უკვე ფარულ პარტნიორობაში მყოფია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები.
და რაც შეეხება კონკრეტულად ამ კითხვას, ხელიოს მაგალითად მე ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ შენ რაც შეგვეხება ხა შედარება იმ კონტექსტისა, იმ ვითარებისა, რაც იყო საპარლამენტო არჩევნების დროს და რაც არის დღეს, რა თქმა უნდა, ამის შედარება არ შეიძლება. არ შეიძლება ამის შედარება, მაშინ იყო სულ სხვა ვითარება, დღეს არის სულ სხვა ვითარება. მაშინ ოცნება იყო გაცილებით სუსტი. გაცილებით სუსტი და გაცილებით მეტად დელეგიტიმაციის პრობლემა და ბევრი სხვა პრობლემა ჰქონდა. მაშინ პროტესტის გაცილებით ძლიერი იყო. და იმის მაგივრად რომ ჩვენ ყველას ერთად მოგვეხერხებინა, ერთის მხრივ მშვიდობიანი პროტესტი გაგვეძლიერებინა, საიმისოთ რომ მომხდარიყო მუდმივი წნეხი ოცნებაზე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ პოლიტიკური პროცესი კი არ მოგვეკლა ასევე პოლიტიკური პროცესის გაგვეძლიერებინა. მივიღეთ შედეგი, როდესაც პოლიტიკური პროცესი საერთოდ მოვყალით და ჩვენც ვიღებთ ამაზე პასუხისმგებლობას. რადგან განსხვავებით ჩვენ დღეს პასუხისმგებლობას ამაზე ვიღებთ, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი მკვდარია და ერთადერთი ალტერნატივა დარჩა ქუჩა. და ქუჩამ რა მოგვიტანა ეს 4 ოქტომბერს კარგად ვნახეთ. ბატონო, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ამბობთ, რომ შეიცვალა პოლიტიკური ვითარება საპარლამენტო არჩევნების დროს და ახალ თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, მე მაინტერესებს თან საუბარი გქონდათ, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური საბჭო გახარეს საქართველოს გუნდის შეიკრიბებოდა და იმსჯელებდით პარლამენტში პარტიის შესვლის საკითხზე, შესაძლო შესვლის საკითხზე. ამ მიმართულებით შეიძლება თუ არა თქვენი პარტიის მხრიდან იყოს რაიმე სიახლე, იმიტომ რომ ახლა თქვენ თვითონაც ვთქვით, რომ რაღაცა სიახლეები არის, ქართული ოცნება უფრო ძლიერია ვიდრე საპარლამენტო არჩევნების დროს და ქუჩის პროტესტიც არის შესაძლებელი. ამ კუთხით მიმდინარეობს თუ არა პარტიის შიგნით მრჩევლობა. ნახეთ, ჩვენ რა თქმა უნდა ვაღიარებთ, რომ პარლამენტის ბოიკოტი იყო შეცდომა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ შეცდომის გამოსწორების ერთადერთი გზა არის ჩვენი შესვლა პარლამენტში. თუმცა ყველაფრის ანალიზი არის საჭირო. მე ამიტომ გეუბნებით, რომ დღეს ჩვენ ამაზე კი არ უნდა საუბრობდეთ, შევალთ თუ არა პარლამენტში. არამედ უნდა გაკეთებდეთ სრულფასოვან ანალიზს იმისა თუ რა მოხდა რეალურად. ჩვენ სანამ ამ ყველაფერზე პასუხები არ გვექნება, სანამ ყველას და ყველაფერს თავს სახეს არ დავარქმევთ. და ამისთვის ფაქტობრივად გარკვეული დრო გჭირდება, რომ უნდა ვთანხმდებით. იქამდე ჩვენ არანაირ პოლიტიკურ და კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. ამიტომ ამაზე საუბარი დღეს ოდნავ ადრეა, რა თქმა უნდა, პოლიცია შეიკრიბება, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე მსჯელობა იქნება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ. ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარი არის სრულფასოვანი ანალიზი ყველაფერი იმისა, რაც მოხდა. თორემ თუ ჩვენ ეს არ გავაანალიზოთ, თუ აქედან დასკვნები არ გამოვიტანეთ, თუ ყველას და ყველაფერს საკუთარი სახელი არ დავარქვით, დამნაშავე არ დავარქვით. შეცდომა არ დავარქვით და ეს არ გამომიჯნეთ დანაშაულისგან და დანაშაული არ დავარქვით, ახალი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა ჯერჯერობით ნაადრევი იქნება. ამიტომ ბუნებრივია ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, მაგრამ აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ შეცდომის გამოსწორების ერთადერთი გზა ახლა პარლამენტში შესვლა არ არის. ჩვენ ვჩერდით პოლიტიკურ ბოიკოტში და ამ მხრივ არაფერი შეცვლა ამ ეტაპისთვის. 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით ელჩები დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. რა სურს ახლა ქართულ ოცნებას და რატომ ცდილობს დაუკავშიროს 4 ოქტომბრის მოვლენები ელჩებს? ხომ არ აპირებს ოცნება რამდენიმე ელჩის ქვეყნიდან განცდებას, როგორ ფიქრობთ? მე ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ ის, რომ ელჩების დაბარებაც არის აი იმ დიდი პროვოკაციის, იმ მოღალატეობრივი პროვოკაციის კიდევ მორიგი შედეგი. და მომავალშიც კიდევ რისთვის გამოიყენებს ოცნება ამ პროვოკაციას საკუთარი მიზნებისთვის. ეს ჯერ კიდევ არ ვიცით. რა თქმა უნდა, მათ მიეცათ ყველანაირი ლეგიტიმაცია გამოვიდნენ და მათ შორის ელჩებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ანახონ და აჩვენონ ყველაფერი ის, რაც ხდებოდა 4 ოქტომბერს. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ 4 ოქტომბრის ეს უპასუხისმგებლო მავნებლური პროვოკაცია, ეს რა თქმა უნდა, ერთის მხრივ მიზნად ისახავდა მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას და ეს პროტესტი ახლა ჩვენი გადასარჩენია. ჩვენ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც გულწრფელად დგას 21 წლის განმავლობაში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობიანი პროტესტი, დემოკრატიული პროტესტი ამ ქვეყანაში არათუ შენარჩუნდეს, არამედ განვითარდეს და გაძლიერდეს. ჩვენი მხარდაჭერა ყველა იმ ადამიანს, ვინც იქ დგას 1 წელი და ვინც მომავალშიც იდგება. მაგრამ ამას გააკეთებს მშვიდობიანი ფორმით, ეფექტური ფორმით, იმ ფორმით, რაც პირველ რიგში ოცნებას დაასუსტებს, კი არ გააძლიერებს. ამიტომ ახლა ეს არის მთავარი თემა. ელჩები რომ დაიბარეს, გასაგებია და რატომ დაიბარეს, ამაზეც პასუხი აგონ იმ პოლიტიკოსებმა, ვისი მოღალატეობრივი პროვოკაციის გამო დაიბარეს ეს ელჩები. დასავლეთის კრიტიკას როგორ აფასებთ 4 ოქტომბრის შემდეგ ეს ეგზამინები აწდება მართველი გუნდის მისამართით, რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი თქვენთვის? მართველი გუნდის მისამართით კრიტიკებოდა შეხტი კითხვა და მართველი გუნდს აკრიტიკებს დასავლეთი.
და ეს გზა ნუ ახლა თქვენ თუ გულისხმობთ კრიტიკას ადამიანის უფლებების დარღვევის და კანონის უზენაესობის დარღვევის გამო, ახლა ამაში ახალი არაფერია, ხო? ახლა ჩვენი დასავლელი პარტნიორები ოცნებას დიდი ხანია უკვე აკრიტიკებენ, განსაკუთრებით ბოლო 1 წელი და ზოგადად ბოლო წლები, ბოლო რამდენიმე წელი ყველა იმ დანაშაულის გამო, რაც ოცნებამ ჩაიდინა. ასე რომ ამაში ნამდვილად სიახლე არაფერია, ეს კრიტიკა გაგრძელდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი სხვა რამეა. მთავარი არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ სწორად მოქმედება ოცნების წინააღმდეგ და ისე უბრუნდები იმ საკითხს, გავაკეთოთ სწორი ანალიზი, ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, შეცდომა და დანაშაული ერთმანეთისგან გავიჯნოთ და გავაგრძელოთ სწორი და ეფექტური მოქმედება ოცნების წინააღმდეგ. ერთის მხრივ მშვიდობიანი პროტესტით და მეორეს მხრივ ძლიერი პოლიტიკური პროცესით. ერთ კითხვასაც ცოტა უფრო კონკრეტულად სამომავლო გეგმები თუ არის ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული ბატონობის კითხვაში. ამიტომ მე საუბრობდი ამ თემაზე, ჯერჯერობით ადრეა საუბარი. ჩვენ დაკავებული ვართ აი ამ ყველაფრის ანალიზით, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, რაც მთელი რამდენიმე თვიანი წინასწარი პერიოდის ანალიზით, რაც ხდებოდა 4 ოქტომბრამდე. ამ სიტუაციის გაანალიზება, შესაბამისი დასკვნების გამოტანა ყველასთვის და ყველაფრისთვის თავის სახელის დარქმევა ახლა ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. შესაბამისად, იმისათვის რომ ჩვენ მომავალში უკვე სწორი და ეფექტური ნაბიჯები დავგეგმოთ და გადავდგათ ოცნების წინააღმდეგ, ჯერ ამ ეტაპზე საჭიროა აი ამ შექმნილი მდგომარეობის სწორი ანალიზი და შესაბამისი დასკვნების გამოტანა. მადლობა დიდი. მადლობა. ინტერვიუ იყო,